მოგესალმებით. ესე იგი ბათუმის შესახებ მინდა გესაუბროთ. მთელი მსოფლიოს მასშტაბით უკვე ცნობილი გახდა ბათუმის პერსპექტივა და ეს ყველა შესაძლებლობა რაც შეიძლება რომ ბათუმმა მოგცეთ. დავიწყოთ იქედან რომ უცხოელები უფრო დაინტერესდნენ ბათუმით ვიდრე ადგილობრივები და ეს მინდა რომ გამოვასწორო. ძალიან დიდი მოგება რჩება თუ ინვესტიციების შემთხვევაში თუ ისინი ფულს ჩადებენ ბათუმში. რა შემთხვევაში და როგორ ამას აგიხსნით ახლა. პირველ რიგში შენებარე კორპუსები. თითქმის ყველა ნორმალური კომპანია დაზღვეული არის როგორც ბანკით, ისევე მერიით. თუ როგორ და რანაირად ამას შემდეგ ავხსნი, მაგრამ პირველ ეტაპზე რაც საკმარისი ინფორმაცია არის, რომ დაზღვეული მშენებლობები მიდის, ეს იმას ნიშნავს, რომ მშენებლობები დასრულდება და მისი შემდგომი ფუნქციონირება არის 100%-ით დადასტურებული. ახლა განვაგრძელოთ იმის შესახებ, რომ როდესაც ესეთ კორპუსს ყიდულობ თავდაპირველად კვადრატს $1000, შემდეგ კი რეალიზებას უკეთებ მას $1500-2000, აი ეს პროცენტული მოგება იმდენად დიდია წლიურზე, რომ განაწილო, რომ რთულია უარი თქვა ასეთ მოგებაზე. ეს ერთი, მეორე. ბათუმი ბოლო წლების განმავლობაში იმდენად გაიზარდა პერსპექტივაში გაქირავების მხრივ, რომ უკვე გადაცდა 100 და 200%-ს. თუ 5 წლის წინ თქვათ წლის განმავლობაში 1000-1500 ან შეიძლება 5000 ობიექტი ქირავდებოდა წელს და წინა წელს უკვე 15-20 მეტი არის გაქირავებული და ეს არის ძალიან დიდი ციფრები. რა თქმა უნდა შეიძლება ვთქვათ, რომ ომის გამო არის და ასე შემდეგ და იმ და გვარად, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ სახეზე გვაქვს ეს მოცემულობა. თუმცა იმის მიუხედავად, რომ 3 წელია უკვე ომი მიმდინარეობს, იმის თქმა და დადასტურება, რომ თქვათ, მხოლოდ და მხოლოდ ომის გამო არის ეს ყველაფერი, ცოტა არ იყოს ტყუილი გამბავი. ახლა განვაგრძელოთ ის ფაქტიც, რომ ესე იგი, ინვესტირებას დებთ მშენებარე კორპუსში, შემდეგ ეს მშენებარე კორპუსი იზრდება ფასში, შეგიძლია მისი ეგრევე რეალიზაცია, ან დაიტოვო და გააქირავო, რაც ყოველთვიურადა. ყოველწლიურად შემდეგ მოგცემს მოგებას. მოდი გავნაგრძოთ, ავხსნათ ყველაფერი ზუსტად როგორც არის და რანაირადაც არის. უბრალო 1+1 ნორმალურ ლოკაციაზე $500-600 ღირს. ამავდროულად ზაფხულში სეზონია, როგორც მოგეხსენებათ და შეიძლება ყოველდღიური გაქირავება. ყოველდღიური გაქირავების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჯამურად უფრო მეტი ღირებულება გამოგდით, ვიდრე თქვათ სეზონზე. ამას დავამატოთ ის ფაქტიც, რომ ბათუმი პერსპექტივით იზრდება, ვითარდება, ყველგან მშენებარე კორპუსებია, როგორც აღნიშნეთ, დაზღვეული. კაზინოები დაახლოებით 12 კაზინო აკლია ბათუმს და მსოფლიოში მეორე ადგილზე იქნება კაზინოების რაოდენობით. პირველზე ლას-ვეგასი იქნება, მეორეზე ბათუმი. 12 კაზინო გვინდა რომ გავიდეთ მეორე ადგილზე. ეს ყველაფერი პერსპექტივებია, პლუს მაგას მინდა აღნიშნო ის ფაქტი, რომ უკვე სახეზე ჩანს ის მშენებარე კომპანიები, რომლებსაც აქვთ რეალური შესაძლებლობა რომ დაასრულონ კომპლექსი, მიიღონ მაქსიმალური დახასიათება ჩვენგან. ჩვენი კომპანია მუშაობს მხოლოდ ისეთ კომპანიებთან, რომელთაც უკვე აქვთ დასრულებული ესე იგი შენობები, აქვთ უკვე რეპუტაცია შექმნილი და არანაირ შემთხვევაში არ მუშაობთ გუშინ და 1 წლის წინ შექმნილ კომპანიებთან, რომელთაც ჯერ რეალურად არც კი იციან ბაზარზე რა ხდება. აქედან გამომდინარე მინდა ვთქვა, რომ პერსპექტივები არის, ვინმეს თუ აქვს სურვილი დეტალურად გაიგოს ინფორმაცია, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ბათუმში ყველა მშენებარე
კორპუსზე, ყველა მშენებარე ობიექტზე მაქვს სრული ინფორმაცია, გვაქვს სტატისტიკა, ვიცით რა გაიზრდება, როგორ გაიზრდება, რამდენად გაიზრდება. აქედან გამომდინარე, თუ ვინმეს გააქვთ სურვილი გაიგოთ უფრო დეტალურად, მომწერეთ, შემეხმიანეთ, ყველაფერს დეტალურად აგიხსნით. კონსულტაცია და ნებისმიერ კითხვაზე პასუხისგაცემა უფასო არის, არ მოგერიდოთ. წარმატებები ყველას.